მოგესალმებით მეგობრებო. ღმერთმა ყველას მშვიდობა მოგცეს. დიდხანს სიცოცხლე მოგცეს და ნაყოფიერი ცხოვრების საშუალება მოგცეს, რომ გვეკეთებინოს საქმე როგორც ჩვენი ოჯახისთვის, ისევე ქვეყნისთვის და გვეცხოვროს ყოველთვის კარგად, ვაჟკაცურად, გვეცხოვროს ქალურად, გვეცხოვროს ისეთ ადამიანად, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანმა ნორმალურად ისაუბროს ჩვენზე. გუშინ დაიღუპა ადამიანი ბექა გოცირიძე, მე მგონი სწორად ვიძახი სახელს და გვარს. ფეხბურთელი როგორც იძახიან, ეხლა მე ფეხბურთის რაღაც გულშემატკივარი და ფანი არ ვარ და არ ვიცი სად თამაშობდა, როგორ თამაშობდა, საქართველოს ნაკრებში თამაშობდაო, როგორც გავიგე რა. მე არ ვიცი ეს პიროვნება, ამ პიროვნებას არ ვიცნობ, მაგრამ ძალიან გულშემატკივარი ქვეყნის და სამშობლოსი, იმიტომ რომ რაღაც ვიდეო ამონარიდი იყო, რომელიც აი დროში ჩამოგლეჟა, როდესაც მოხდა იმასთან, რა ქვია, მცხეთაში, ერთ-ერთი კონსერვატორების მხრიდან და ბიჭი რო ციხეში რო ჩასვეს და ნუ მთელი ამბები რო იყო და ამ მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით გამოვიდა ეს ბიჭი და ძალიან გულმოდგინედ დაიცვა ეს პიროვნება და ნუ ოცნებას დაამხო, რაც დასამხობი არის და ძალიან ვამოყოფ ესეთი ადამიანებით, რომლებიც ეროვნულად ფიქრობენ, ეროვნულად აზროვნებენ და ძალიან დასანანია ადამიანები, რომლებიც ესეთი კატეგორია ხალხი ცოტა ხანი ცხოვრობენ და ცოტა ხანი უწევთ ამ ცხოვრებაში, ამ ცხოვრებისეული საქმეების კეთება და ღმერთი არ აძლევს საშუალებას, არ ვიცით რატომ, იმიტომ რომ ღმერთის განგება არის უფლის დიდება და უფლის განგება არის ეს ყოველივე და ვერავინ ვერ დაუშვებთ ისეთ რაღაცას, რაც ღმერთმა გადაწყვიტა და არანაირი მედიცინა და არაფერი არ არის უკვე ყველაფერი უძლური არის. ძალიან დასანანია ყოველი ახალგაზრდის სიკვდილი, რომელიც თუნდაც საქართველოში ან რაღაცით იღუპება, ან სიმსივნით, ან თუნდაც გულით, ან რაღაც წამლით, ან რაღაცით და რაღაცით და გუშინ როდესაც ეს ბიჭი დაიღუპა, აი როგორ აშკარად და ნათლად გამოჩნდა საქართველოში საზოგადოებაში რა დონეზე არის ზიზღი ერთმანეთში დუღილისა. ერთმანეთში დუღილისა თუ რა დონეზე არის, რომ ადამიანები წარმოიდგინეთ, რომლებიც მეორე ფლანგებად ითვლებიან, გამოვიდნენ და რავი, აი უკანასკნელი პირით, ზოგმა ტაშისკრა, ზოგმა გულები, ზოგმა სიხარული, ზოგმა რა და ზოგმა როგორი აღთოვანება გამოხატა, ბოდიში სათვალეს გავიკეთებ ცოტა მხედველობა. აღთოვანება გამოხატა აი ამ მოცემული სიტუაციიდან გამომდინარე, რომ ეს ბიჭი დაიღუპა რა. და მე ძალიან მიკვირს ეს ადამიანები, აი ესე გულმოდგინეთ, რომ გიხარიათ ზოგადად სიკვდილი, სურო შენი მტერი იყოს. სურო შენი მტერი იყოს, მისი სიკვდილი არ უნდა გიხაროდეს. შეიძლება იმაზე ღელავდე ადამიანი, რომ ვახ ჩემი და როგორ ჩემი ხელით მინდოდა რომ სიცოცხლის გამომესალმებინა და ამ ცხოვრების დედავატირე, რომ რაღაცა ავანტყოფობით წავიდა ამ ქვეყნიდან და იმდენად შეიძლება გეზიზღებოდეს ადამიანი და გძულდეს, რომ დაჟე ეს ფაქტიც კი ჩათვალოს სამწუხარო ფაქტად, ხო ხდებით და არ ვიცი საერთოდ აი ამ მთავრობას და ყველა მთავრობის დედამ, კაროჩე არ მინდა ვიგინო, ბოდიში დედავატირე, რომ საზოგადოება გადაკიდეთ ესე ერთი მეორეს. ახალგაზრდები გადაკიდეთ ერთმანეთს. აი ეს ფლანგები, აი ეს ლიბერალური ფლანგები
რამ გაგამწარათ ასე რამ გაგამწარათ თქვენ შობელ ზაღლებო და თქვენ ზაღლიშვილებო მითხარით რამ გაგამწარათ ასე რომ ადამიანის სიკვდილი კი ხარიათ ვინმე აი ოცნების მხარე რო აიღო თუნდაც სხვა მხარე აი თქვენი საძულველი მხარე რო აიღო და რამდენი უკრაინაში ახალგაზრდა ბიჭი დაღუპილა ისევე თქვენი დამპალი პროპაგანდის გამო რომ ადამიანი წასულა და იქ უომია და რაღაც ვინმე გამოსულა და მაგით უბედნიერია და აი ესეთი ვარა მაგარია და ეს რაღაცა და სლავა უკრაინში კი ვინმე მოგ თქვენ რო აძაღლდეთ ბიჭო რატო უნდა ვთქვა მე შენზე რამე ერთ სიტყვი რომ ღმერთმა მშვიდობა და ხსოვნა შეგინდოს წოდვები და საერთოდ არაფერს არ ვიტყვი გამჩულდები თუ ისე ძალიან მეზიზღები და ვერ გიტან რატო უკრავთ ტაშს ოჯახები არ ყავთ მე ვერ ხვდები მაგასტო შვილები არ გეზდებათ არ გეზდებათ თაობა მომავალი რას ასწავლით თქვენ ბოზებო მართლა რას ასწავლით ამ თაობას რომ აი ესე ქართველი რომ მოკვდება ეს უნდა უნდა მოხდეს ისე რომ გაგიხარდეთ შენი მტერის სიკვდილი მაგას ასწავლით თუ ეს ქართველი სიკვდილი ეს განა დავიჯერო ისეთი ადამიანი იყო რომ რაღაცა გენოციდში ქონდა მონაწილეობა მიღებული ამ ცხონებულ ადამიანს ხო უბრალოდ თქვენ არ გეთანხმებოდათ თქვენს რაღაცა ხუშტურებზე არ დადიოდა თქვენ კვერს არ გიკრავდათ ეს ადამიანი და რამდენიც თქვენ კვერს არ დაგიკრავდა პირობითად შეგაგინებთ თუ შეურაცხყოფას მოგაყენებთ თქვენ არ აყენებთ შეურაცხყოფას თქვენ არ აყენებთ თქვენი არსებობით აყენებთ ბიჭო შეურაცხყოფას საქართველოს თქვენი არსებობით აყენებთ შეურაცხყოფას იცით ზოგადად ისტორია იწერება ისტორიას წერენ ხალხი არა ერთი ეჭვი არ შემეპარება მე ეჭვი რომ როდესაც თქვენი აი ეს ნახირი თლიანად რომ საერთოდ გადადეგრადირდებით და საერთოდ ხო მოვა მაგის ჟამი და ხო დადგება მაგისი დრო რომ თქვენ საერთოდ წაიშლებით ამ ქვეყნიდან რა და ნორმალურად მოაზროვნე ადამიანები დარჩებიდათ შეიძლება თქვენი შთამომავლობა მოგიტრიალდეთ მე შენი დედა იმაში რო არის რა ქვია ფილმში რო არის ბაბუა მის საფლავს რო იღებს და თხრიან და იმაში მონანიებაში როგორც არის და ეგრე შეიძლება მოგიტრიალდეთ თქვენი შთამომავლობა და გაფურთხოთ და გაგინოთ იმის გამო რა საქონელი საქციელების მქონე ადამიანები ხართ რა როგორ შეიძლება გეზიზღებოდეთ ესე ადამიანი მით უმეტეს საქართველოში დარჩენილები ვართ ხალხო 3 მილიონი ანუ არ თან არა საქართველოში ქართველი ადამიანები ყოველდღე ჭირი უბედურება გადახედეთ გასკროლეთ პატარა ბავშვები კვდებიან ძმაო და ახალგაზრდა ვეღარ აღწევს უკვე რა 40 წლამდე 90-იანების არ ვიცი ღმერთო ყველას ჯვარი გწერია და კარგად ვიყოთ და ამ ქვეყანას რა ვიცი ქვეყანა დავაყენოთ ნორმალურ გზაზე და მე ღმერთმა რავი თუ წასაყვანი ყავს წავიყვანოს ვინც წასაყვანია და გასასვლელია ამ ქვეყნიდან კაცო ვერ აღწევენ და ყველაფერი გახშირდა, მკვლელობა გახშირდა, ავადმყოფობა გახშირდა, გული, დარტყმები გახშირდა, ინსულტები გახშირდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თქვენ აი ხა თქვენი მხარე გვარამია რომ ხვალე რავი კარგად იყოს მაო და მოინანიოს თავი ცოდვები. მაგას რო რამე დაემართოს. მიუხედავად იმისა რომ მაგან ნაბოზვარმა ქვეყანა ძირი გამოუთხარა და ახალგაზრდობა დაღუპა. ან თუნდაც აი ის რო არის რაგვარი არის ჟურნალისტი რო არის იმის გაბუნია გიორა მაგას რომ ვინმეს რამე და რატო უნდა მოუკვდეს იცი ვაფშე არაფერს ვიტყვი კაცო ვაფშე შეიძლება რაღაც ვიღაცა შეიძლება გაუსწორდეს მაგრამ არაფერს არ ვიტყვი არ დავწერ არ გამოვხატავ იმ სოციალურ სივრცეში ვაჰაჰა და უჰუჰუ და აი ესე ცირობებს არ გავა იმიტომ რომ შეგნება აქეთა ფლანგებს ცოტა სხვა აქეთა ფლანგს და ეგრე გაიყო და ამ მთავრობის და ყველა მთავრობის დედა მოვტყან იმიტომ რომ გაყო ხალხი ორ ნაწილად და სამ ნაწილად დაყო და ვიღაცებს რაღაცები დაგპირდათ რომ აი ევროპაში შეხვალთ
თქვენც რაღაცა იმედები გაგიცრუდათ, უკვე გაბოროტებულები ხართ, უკვე გაბოროტებული ხალხი ხართ და საზოგადოება რა. როგორ შეიძლება ხალხო ცოტანი ვართ. ხვალე ერთად შეიძლება საომარი გაგვიხდეს, ბიჭო. შენ და მე, რომლებიც განსხვავებულ აზრზე ვდგავართ. იმიტომ რომ გადაავსეს ქვეყანა მიგრანტებით. სანამ შენ და მე ერთმანეთს აი ესე ჭამთ და ერთმანეთის სიკვდილი თუ რაღაცა თუ ტკენა თუ ფეხის წამოკვრაზე ვიცინი ვართ. სანამ შენ და მე ვინც არ მეთანხმები დაუშვათ ჩემ იდეოლოგიაში. მე შეიძლება ვარ იმის მომხრე, რომ რაღაც რუსეთთან რაღაც დიალოგის ფორმატი აღდგეს დაუშვათ. შენ არ ახარ მაგის მაგრამ მაგის გამო, რომ მე და შენ რო გვაქვს პოლიტიკური სხვადასხვა შეხედულება. რატომ უნდა მტრობდე, ბიჭო, მე არ მესმის და რატო უნდა გაგიხარდეს ადამიანს სიკვდილი ადამიანის, ხო? რომ აი მოვიშორეთ კიდევ ერთი ქოცი. ან ვიღაცა ნაცი, ან ლიბერასტი. სამწუხაროა, ძმაო, სამწუხარო არის, რომ ამ ქვეყანაში ამ დონეზე ვართ მისულები და ესენი, ეს მთავრობა ზუსტად და ესეთი ისინი სახელმწიფო მართველები სასათბურე პირობებში არიან. სანამ აქ ქართველები ერთმანეთს გლეჯავენ, ერთი მეორეს დანას ასობენ ზურგში, მუცელში და რა ვიცი, ერთმანეთის სიკვდილი უხარიან, მთავრობები არიან ბედნიერები. იმიტომ რომ ეგ ყურადღება გადატანილი გამოვა ეხლა კობახიძე და დაინახეთ სახეები, ხო დაინახეთ რადიკალური ოპოზიციის სახეები, ხო და ესენი არ უნდა მოუშვათ და თქვენით კიდე ცალკე მანიპულაცია მოხდება სახელმწიფო პროპაგანდის მხრიდან და აი ესე ვიცხოვრებთ. გავწყდებით. მერე არაბები გადაგვივლიან თავზე. არაბები გადაგვივლიან, მე ადრეც მქონდა ვიდეო ჩაწერილი, რომ დასახმარებელი რო იყოს, დასაძახებელი რო იყოს, ერთმანეთს ვეღარ დაუძახებ. იმიტომ რომ ჩვენ საქართველოში ერთმანეთი არ გვიყვარს ბიჭო ქართველებს. ერთმანეთი გვეზიზღება ძმაო. ეგ არის ფაქტი. და მადიდან გამომდინარე არის, რომ საქართველო ამ დონემდე არის მისული. მე შენ რა შეხედულება გაქვს, მე რა შეხედულება მაქვს. ეს ჩვენი პირადი აზრები. შენ თქვენ ხო იზოხეთ ჩემი სიტყვის და თავისუფლების გამოხატვა და რაღაცებიც. იმას ეს შეხედულება, მე ჩემი შეხედულება. მაგის გამო როგორ უნდა გეზიზღებოდეს ერი. და ვინც კიდე აი ამ თემით გამოვა და მერე იტყვის, რომ აი შეხედეთ როგორი ოპოზიცია, შეხედეთ როგორი რადიკალური ჯგუფები არიან, რომ ქართველი ბიჭი მოკვდა და როგორ უხარიათ. დაიწერენ პლუსებს ისევე ბიჭო. ისევე თქვენი აი ესეთი დებილობა საქციელით გამომდინარე ეს ხალხი მერე იწერენ პლუსებს და მიდიან მერე ბატებივით ხალხი და 51-ებს მაგიტო ხაზავენ, რომ აი ესეთი კასტა ხართ. და თქვენ არ გეგონოთ, რომ ისტორიაში რაღაცა ის კატეგორია დარჩებით, რომ აი მე დედა რაღაც ჩვენ გვინდოდა ევროპა და უბრალოდ სახელმწიფო ხელი შეგვიშ. თქვენ დარჩებით აი ესეთი კასტა, ლიბერალები, ლიბერასტები დარჩებით ისტორიაში და იქნებით ისტორიის ლაქა. ღმერთმა დაიფაროს თქვენი შვილები და თქვენი შთამომავლობა მაგ ლაქაში მოხვდნენ. მე დიდი იმედი მაქვს, რომ რაღაცა მოხდება, თქვენი გონება შეიძლება განიწმინდოს, თუ არა და თქვენი შვილების მომავალი ნორმალურად დაალაგდეს და იფიქრონ ეროვნულად. მე ყველაზე არ მაქვს, იქ ბიჭი გამოვიდა გუშინ გავაზია, რაღაცომაც მე Facebook-მა დაბლოკა და ერთ-ერთი ფლანგის წარმომადგენელი იყო, ვისაც პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებდა და არ შეიძლებაო ხალხო ესეთი რაღაცაო, აქეთ თქვენ მოგიწოდათ, რომ ესეთი დამოკიდებულება მკვდარ ადამიანზე არ შეიძლება. და სწორი თქვა კაცო და ჩავეხუტე და ვენაცვალე ძმაო მასეთ ქართველს, იმიტომ რომ ის ქართველია. ის ქართველია ძმაო. შეიძლება იმის შეხედულება სხვა არის რაღაცა კიდე ევროპას ებღაუჭება, მაგრამ მე იმ ადამიანს პატივცემ. არასდროს არ შევაგინებ, იმიტომ არ შევაგინებ, რომ ქართველობა ადამიანობა გამოიჩინა და ადამიანი არის.
რაც არ უნდა სხვა ის კონდეს, შეხედულება კონდეს, თუნდაც პოლიტიკური და რაღაც თუნდაც ცხოვრებისეული. ვინც არ უნდა იყოს და რაცა, იმიტომ რომ ის ადამიანი არის თქვენთან შედარებით. ცხოველის დონეზე არ უნდა იყოს ადამიანი დაშვებული რა. ცხოველები ვართ მარტო ძაღლი რო კვდება მაგაზე ნერვიულობ თქვენ შობელ ძაღლებო და ვაიმე დედა ძაღლი მოკვდა და რაღაცა და ადამიანი მოკვდა და დაწინი ხართ ბიჭო. არ ვიცი. აი სიტუაცია რაც ხდება საქართველოში რომ არაბების შემოდინება ხდება, აზიელებისა, ინდოელებისა, რუსების შემოდინება ხდება და სხვადასხვა ქვეყნის თქვენ უქმნით და ჩვენ უქმნით მაგ სასათბურე პირობებს. სანამდე ქართველი ხალხი ერთმანეთში კინკლაობს და ერთმანეთის სიკვდილით ხარობს, მანამდე ყოველთვის ამ სიტუაციაში ვიქნებით მთლიანად საქართველო. მთლიანად ერი. და ბოლოს უკვე რო ძალიან ცოტანი რო დავჩებ, ნულამდე რო დავდგებით მთლიანად საქართველოში ქართული მოსახლეობა, ესენი მოაჯდებიან იმას, შემოსული მიგრანტები, გამწევი და წინააღმდეგობის გამწევი ძალა აღარ იარსებებს და ეგრე იქნება ჩვენი ცხოვრება. ჩვენ ვიქნებით უკვე მაგათი მონები. კატა მხარად ხარაო, თაგმად ხარად ხარაო, კატა გამოთხარაო. აი ეს გვექნება საბოლოო ჯამში. კარგად იყავით და ღმერთმა შეგნება და გონიერება მოგცეს რავი რა. ერთობა მოგცეს, ერთმანეთის მოსმენა მოგცეს, ერთმანეთის აზრის პატივისცემა მოგცეს. ერთმანეთის დანდობა მოგცეს. ამ ყველა მთავრობის დედა მომყარა რა კაროჩი. აი ესე დავამთავრებ. კარგად იყავით.